ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამწუხაროდ ყველა პრობლემასთან ერთად საქართველოში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია. არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, რასაც ქვია ოპოზიციის როლი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ედებატოს ხელისუფლებას, წინსვლისთვის აკრიტიკოს ხელისუფლება. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია შევარქვით ოპოზიციას, მაგრამ ამანაც არ უშველა. შესაბამისად, ჩვენ საქართველოში დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ სამწუხაროდ გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ პოლიტიკურმა პარტიამ, ხალხის ძალამ გადავწყვიტეთ, რომ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დაუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც აქვს სამწუხაროდ დავიწყებული, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია. როგორი უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ უნდა იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, რომ ქართულ ოცნებასთან პრინციპული შეუთავსებლობა არ ქონია, საუბარია იმაზე, რომ არსებობს ისეთი საკითხები, სადაც, როგორც თავის დროზე აღნიშნეთ, ქართულ ოცნებასთან ქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ასევე გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას ისიც, რომ 2 წელიწადნახევრის წინ, როდესაც ჩვენ დავტოვეთ პარტია ქართული ოცნება, ბევრი კითხვები ჩნდებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო სწორი ეს გადაწყვეტილება. აღმოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ იმუშავა და თან იმუშავა ძალიან ძლიერად. ამიტომ კიდევ ერთხელ საზოგადოებას პირდებით იმას, რომ პარტია ხალხის ძალა აუცილებლად შექმნის იმ პოლიტიკურ პლატფორმას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომელიც იქნება ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში, რაზეც იქნება სწორი ხედვები მხარს დაუჭერთ, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას, მაგრამ სადაც იქნება შეუთავსებლობები ან კრიტიკა ჯანსაღი, რა თქმა უნდა, ამასაც დავაფიქსირებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება ავტომატურად კონსტიტუციის შესაბამისად იწვევს იმას, რომ ვინც არ არის საპარლამენტო უმრავლესობაში, ის არის ოპოზიციაში. დანარჩენი კონსტიტუციის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად უკვე დაალაგდება ბიუროს და საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის მიერ. მე მგონი საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ხალხის ძალაში ვართ ის დეპუტატები და ის ადამიანები, რომლებიც არ ვერიდებით განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის თუ კი ეს არის განსხვავებული ქართული ოცნებისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრინციპული თანხმედრა ჩვენ გვაქვს, მაგრამ არსებობს ესეთი მეთოდები, რაშიც შეიძლება არ დავეთანხმოთ და ამას რა თქმა უნდა ვეთყვით და ავუხსნით საზოგადოებას. აი ეს არის სწორედ ჯანსაღი ოპონირება. მადლობა.